საუკუნეების მანძილზე ძვირფასი ვერცხლით მოჭედილ ამ საცავში ინახებოდა ღვთისმშობლის კვართი. თუმცა მოდით სულ თავიდან დავიწყოთ კვართთან დაკავშირებული ისტორიები. ჯერ იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა ღვთისმშობლის კვართი კონსტანტინოპოლში. აი რას გვაუწყებს ამაზე გადმოცემა. ერთხელ ბიზანტიელი ძმები გაბრიუსი და კანდიდი კონსტანტინოპოლიდან პალესტინაში გამგზავრებულან წმინდა ადგილების მოსალოცად. ღამის გასათევად ერთ სახლში შესულების ყურადღება უჩვეულოდ მოელვარე სანთელს მიუქცევია. მაშინ დიასახლის მათთვის გაუმხელია, რომ სანთელი ღვთისმშობლის კვართთან ენთო და ამიტომაც ელვარებდა ასე უჩვეულოდ. არც ის დაუმალავს, რომ კვართს უამრავი სასწაული მოუხდენია და კურნებაც აღუსრულებია. მერე ისიც დაუმატებია, რომ წმინდა ქალწული სწორედ მიძინების წინ განძარცულა ამ კვართისგან და უთხოვია მისი ამ ქვეყნიდან გასვლის შემდეგ იგი რომელიმე ქალწულისთვის გადაეცათ. იქიდან მოყოლებული კვართი მხოლოდ ქალწულებს გადაეცემოდა და ასე მოხვდაო იგი ჩემთან. ამ ამბის მოსმენის შემდეგ ძმებმა ყველაფერი იღონეს, რომ როგორმე ძვირფასი კიდობანი კონსტანტინოპოლში გადაესვენებინათ და ლაქერნის ტაძარში დაებრძანებინათ. ქრისტიანული სიწმინდის ჩასაბრძანებლად ეს პატარა კიდობანი თავად ლევან მეორე დადიანის თხოვნით შეუმკიათ. ამის დამადასტურებელი წარწერა კიდობანზე თვეა განთავსებული. კვართი უბრალოდ ტილოს ნაჭრისგანაა შეკერილი. გაკვირვებას უფრო მისი მოცულობა იწვევს. კვართი ოდესღაც ყვავილებით ყოფილა მოჩითული. ზოგამ მხოლოდ დეკორია შემორჩენილი, ამიტომაც იგი უფრო ტილოს ქსოვილს წააგავს, ვიდრე მოსასხამს. კვართი ყველას ანცვიფრებდა თავისი სასწაულმოქმედებითა და ძალით. იგი მფარველობას უწევდა იმ ქალაქს, იმ ადგილს, სადაც იყო დაბრძანებული და აგრეთვე უამრავ კურნებასაც აღავლენდა. ამიტომ იყო, რომ მორწმუნეები მასთან მიახლებისას შესთხოვდნენ მას, თავის სათხოვარს და უსრულდებოდათ კიდეც. ღვთისმშობლის კვართის საქართველოში მოხვედრის რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით ის საქართველოში მერვე საუკუნეში ხატმებრძოლეობის პერიოდში ჩამოუბრძანებიათ კონსტანტინოპოლიდან ბერებს. როდესაც მთელი მსოფლიო ხატმებრძოლეობამ მოიცვა, საქართველოში უდიდეს პატვს მიაგებდნენ ხატებსაც და ყველა სიწმინდეს. ღვთის შეწევნით ხატმებრძოლეობის ერესი საქართველოს არ შეხებია. სწორედ ამიტომ შეურჩევიათ კვართის დასასვენებლად საქართველო. ეს ადამიანური განსჯით, ისე კი ვინ იცის, რა იყო განგებულება ღვთისა. საქართველოში კვართის ჩამობრძანების მეორე ვერსიაც კონსტანტინოპოლს უკავშირდება. როგორც ვიცით, ეს ქალაქი მე-15 საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ თურქებმა დაიპყრეს და სწორედ ამიტომ განურიდებია დიქაურობისთვის ეს სასწაულმოქმედი სამოსელი. ღვთისმშობლის სიცოცხლეშივე სიწმინდედ ქცეული კვართის გადარჩენისთვის საუკეთესო ადგილი სწორედ საქართველო აღმოჩნდა. მაშინ უამრავი სიწმინდე ჩამოაბრძანეს საქართველოში, მათ შორის გახლდათ ღვთისმშობლის კვართიც. გადმოცემის მიხედვით ღვთისმშობლის ეს სამოსი საქართველოში სწორედ ლაქერნიდან მოხვდა. ლაქერნიდან, სადაც წმინდა სალოსმა ანდრია მიხილა როგორ მფარველობდა ღვთისმშობელი დედამიწაზე მცხოვრებდა. ისტორიული წყაროების მიხედვით თავდაპირველად კვართი ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში დაუსვენებიათ. დღეს ეს სიწმინდეები უკვე ინახება დადიანების ისტორიულ მუზეუმში ზუგდიდში. მეცნიერული კვლევებით დადგინდა, რომ ღვთისმშობლის კვართი ისეთივე სელისგან არის ნაქსოვი, როგორითაც ტურინის ცნობილი სუდარა. ცნობილია, რომ ეს მცენარე ისრაელში ხარობდა. კვლევარები ამბობენ, სხვა დანიშნულება შესამოსელს არ ჰქონია. იგი მხოლოდ ლოცვისას გამოიყენებოდა. მასთან მიახლოებისას უჩვეულო განცდები იპყრობთ მორწმუნეებს და მათი ცხოვრებაც უხილავად იცვლება. მიახლება კი ხდება წელიწადში ერთხელ, როცა ზუგდიდის ლაქერნის სახელობის ტაძარში 15 ივლისს ლაქერნობის დღესასწაულზე გამოაბრძანებენ კვართს და დააბრძანებენ მის შუაგულში. ასე ეძლევა მრევლს მასთან მიახლების შესაძლებლობა. კვართი ხომ დღესაც ახდენს სასწაულებს და ავადმყოფებსაც კურნავს.
ამ დღეს აქ მოდიან უიმედო სნეულებით შეპყრობილნიც და მათი რწმენისამებრ მიეგებათ კიდეც. ეს მოოქროვილი ღვთისმშობლის კვართის ჩასაბრძანებელი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული სიწმინდეთა მოძიების მართლმადიდებელ ქალთა საზოგადოების ძალისხმევით გაკეთდა. მე-13-მე-14 საუკუნეებში აგებული ხობის დედათა მონასტერი, როცა იქ ღვთისმშობლის კვართი დააბრძანეს, მამათა მონასტერი გახლდათ. 30-იანი წლების შემდეგ კომუნისტებმა აქ მონასტერი დახურეს და ამის შემდეგ ტაძარი მხოლოდ 1989 წელს გაიხსნა და იქ დედათა მონასტერი დაფუძნდა. რამდენჯერმე დაემუქრა ამ სიწმინდეებს საფრთხე, მაგრამ ღვთისშეწევნით ყველაფერი მშვიდობიანად სრულდებოდა. ერთხელ მონასტრიდან გამქრალა ღვთისმშობლის კვართი, რომელიც ინახებოდა ლევან დადიანის მიერ შემკულ ამ კიდობანში. კიდობანიც გაქრა მასთან ერთად. დადგა თურმე ფეხზე ერიც და ბერიც. როგორც ჟამთაღმწერელი გვაუწყებს, ყველა მოთქვამდა და გოდებით დაეძებდნენ მას. 3 დღის შემდეგ ცისკრისას დაუნახავთ ციდან დაშვებული ცეცხლის სვეტი და რომ გაჰყვნენ იხილეს მაყulis ბუჩქზე დაბრძანებული კიდობანი. დიდი ზარზეიმით წააბრძანეს იგი მონასტერში და იმ დღეს მოიწვიეს კრება და გადაწყდა, რომ ყოველდღიურად ბერებთან ერთად მონასტერი დაეცვა ხალხს. იმ დღიდან მოყოლებული ყოველდღიურად 3-4 ადამიანი სულ მორიგეობდა ამ სიწმინდესთან. მე-17 საუკუნის დასაწყისში დასავლეთ საქართველოში და კერძოდ სადადიანოში რუსეთიდან გამოგზავნილ რამდენიმე პირს საეკლესიო ნივთების ნუსხა შეუდგენიათ იმპერატორთან წარსადგენად. როცა მათ კვართი უნახავთ, გადაუწყვეტიათ მისი თანწაღება. ლევან დადიანს მაშინ კატეგორიული უარით გაუსტუმრებია ისინი. ასე დარჩა ღვთისნებით ღვთისმშობლის კვართი კვლავ ჩვენთან. გადაწყდა დაედგინათ კვართის ასაკი. ამისთვის მათ საქართველოს ინსტიტუტებთან ერთად სხვა ქვეყნების ლაბორატორიებსაც მიმართეს. ყველა ისტორიული წყარო დაწყებული ლათინურიდან დამთავრებული ქართულით ადასტურებს, რომ ეს კვართი ნამდვილად ღვთისმშობლის ნაქონია. მაგრამ ამის დასადგენად მეცნიერებს უნდა გამოეკვლიათ ქსოვილი ნახშირბადული გამოკვლევებით. ეს კი მოითხოვდა ქსოვილიდან 2 მილიგრამის ამოჭრასა და მის დანახშირებას, რის შედეგადაც ურანის მეშვეობით დადგინდებოდა კვართის ასაკი. საქართველოს ეკლესიის საჭედმყრობელმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, დიდმა მეუფემ ილია მეორემ ურჩია მკვლევარებს ამ სიწმინდეს მოპყრობოდნენ როგორც ცოცხალ ორგანიზმს და ბუნებრივია ვერც ვერავინ გაიმეტა ეს 2 მილიგრამის დასაწვავად. აი რა სიწმინდის ფლობელები ვართ ჩვენ, ქართველები. როგორც ჩანს, უფალმა თავის მეორედ მოსვლამდე სანუგეშოდ ეს 2 უდიდესი სიწმინდე დაგვიტოვა საქართველოში. განათლების